დოკუმენტის გასაჯაროვებამდე კეთდება იგივე განცხადებები, რაც აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია ქართულ ოცნებას და ქართული ოცნების წევრები ისევ ქართულ მხარეს ადანაშაულებენ აგვისტოს ომის დაწყებაში, სრულიად მოურიდებლად და ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ. Ზუსტად 1 საათში თია წულუკიანის სხდომათა დარბაზში ტრიბუნას დაიკავებს და მთელი დღევანდელი დღე სწორედ თია წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომის დოკუმენტზე მსჯელობას დაეთმობა და ყველაზე მთავარი და საინტერესო არის რა დაწერა ქართულმა ოცნებამ ამ დოკუმენტში აგვისტოს ომთან დაკავშირებით და საკუთარი პოლიტიკური განცხადებები, როდესაც ომის დაწყებაში ისინი ქართულ მხარეს ადანაშაულებენ, გადაიტანა თუ არა უკვე ფურცელზე და შექმნა თუ არა დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია კრემლმა საკუთარი პოლიტიკის სასარგებლოდ გამოიყენოს. უნდა აღინიშნოს, რომ საშემოდგომო სესია იწყება დღეს და პირველი სხდომა სწორედ ამ თემას მიეძღვნება და არსებობს დიდი მოლოდინი იმის, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე ოფიციალურად და ღიად დოკუმენტურად დაადანაშაულა საკუთარი ქვეყანა აგვისტოს ომის დაწყებაში. ამ დოკუმენტის მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, პოლიტიკურად ვაღიარებთ ამ დანაშაულებებს, რა და ვიტყვით, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ედგა სათავეში ამ ყველაფერს, ამ პროცესმა იმდენად დიდი დისკრედიტაცია მოუტანა ნაციონალურ მოძრაობას და არა მხოლოდ ამ პროცესმა, რა თქმა უნდა, მათ უგუნურმა და რადიკალურმა მოქმედებებმა ფაქტიურად გაანულეს ეს პოლიტიკური დაჯგუფება და ისინი უკვე თვითმმართველობის არჩევნებშიც კი აღარ მონაწილეობენ. ამიტომ პროცესი საკმაოდ ბუნებრივად განვითარდა იმისკენ, რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალება. იმდროინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავისი არაკომპეტენტური ქმედებებით, ჩვენი ჯარის ქმედებები ნაკლებად ეფექტური გახადა, გამოიწვია სამხედრო ოპერაციების განხორციელების დროს არაკომპეტენტური ჩარევების შედეგად და მართვის სამხედროთა ხელიდან გადატანა ფაქტობრივად არაკომპეტენტურ ადამიანთა და პოლიტიკოსთა ხელში, რამაც გამოიწვია მათ შორის სამხედრო მარცხის ერთ-ერთი მიზეზი გახდათ და საშუალება მიეცა რუსეთს ამ აგრესიისა და ოკუპაციის განხორციელებისა. თქვენც ფიქრობთ, რომ ომი საქართველოს დაიწყო? ომში თქვენც აპირებთ საქართველოს დადანაშაულებას? დღეს დოკუმენტი იქნება ტრიბუნასთან. რას ნიშნავს კარგით, რა გვიპასუხეთ თუ შეიძლება? თქვენც აპირებთ, რომ ომში დაადანაშაულოთ საქართველოს ბატონო ვაგნერი? თია წულუკიანის კომისიის სხდომის დადგენილებაზე მხარდაჭერას თქვენც აპირებთ? თია წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისია უკვე გახდა საფუძველი იმის, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში ჩაესვათ და სწორედ ამ კომისიის საფუძველზე გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ზურა გირჩი-ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში სხედან და ახლა უკვე ჯერი შესაძლებელია მათი პარტიების ოფიციალურად აკრძალვაზეც მიდგეს, ვინაიდან ის დოკუმენტი, რომელიც ზუსტად 1 საათში იქნება გასაჯაროვებული საქართველოს პარლამენტში, ეს დოკუმენტი შესაძლოა გახდეს საფუძველი იმის, რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის და გაქრობის მოთხოვნით მიმართოს. ზუსტად 1 საათში დაიწყება ეს სხდომა და ვნახავთ, რა დაწერა თია წულუკიანმა 6 თვიანი მუშაობის შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით დოკუმენტში.